გამარჯობა ჩემო ძირფასებო, გადმოვინაცვლე სამზარეულოში და ღამის 11 საათზე უნდა დავაცხო ახლა ორცხობილები ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რადგან ამ შუა ღამეზე მოუნდათ მათ რაღაც ტკბილი. ამიტომ სწრაფად, ჯანსაღ და სასარგებლო კექსებს დავაცხობ სახელდახელოდ და დავაკმაყოფილებთ მათ სულს. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება შვრია გერკულესი, რომელსაც მე ვხალავ. დაბალ ცეცხლზე უფრო გემრიელია მოხალორი გერკულესი, მიახლოებით 300-350 გრამი. დაგვჭირდება შაქარი 100 გრამი. მე ამ კექსებს ვაკეთებ ყავისფერი შაქრით, მაგრამ დღეს მე არ მაქვს ეს შაქარი სახლში, ამიტომ ავიღებ 80 გრამს შაქარს, დავამატებ თავს. დაგვჭირდება ვანილინი და გამოფხვიარებელი, ნახევარი ჩაის კოვზი. ძალიან უხდება ნიგოზი, ფინიკები, თხილი, თაფლი და გერკულესი, შვრიის მარცვლები ძალიან უხდება ერთმანეთს და გამოდის ისეთი ხრაშუნა და ძალიან გემრიელი, ჯანმრთელი კექსები, თუ შეიძლება მას ჯანმრთელი უწოდოთ, რადგან ის შეიცავს შაქარს. ამიტომ უმჯობესია შაქარს ყავისფერი შაქრით თუ ჩაანაცვლებთ, ან სტევიათი. მოკლედ, შევუდგეთ ახლა სახელდახელო დამზადებას. არ გჭირდება არანაირი მიქსერი, ჩვენ გჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ჩანგალი, ჩანგლის საშუალებით აურევთ ამასას ჩვენ ერთმანეთში. დაბალ ცეცხლზე ოდნავ მოვხალავ გერკულეს და ნიგოს. დავამატებ, რა თქმა უნდა, რამდენივე ფინიკს, რადგან არაჩვეულებრივ გემოს აძლევთ ფინიკი, ნიგოზი, ნუშის თხილი და ზოგადად თხილეულობა. ნიგოს და გერკულეს მოვხალავ დაბალ ცეცხლზე, ისე რომ არ დაგვეწვას, ოდნავ ფერი შეიცვალოს. ავიღოთ ჯამი, მოვათავსოთ მიახლოებით 100 გრამი ცხიმი, მიავიღებ მცენარეულ ცხიმს, თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა კარაქიც გამოიყენოთ და დავამატებ თვალის ზომით მიახლოებით 80 გრამს შაქარს და კარგად გადაურევ კარაქს და შაქარს ერთმანეთში. შეგიძლიათ რა თქმა უნდა მიქსერითაც ათქვიფოთ, მაგრამ მე ამას ყველაფერს ვაკეთებ ჩანგლის საშუალებით, ძალიან მარტივად, ამიტომ ქვი ამას უმარტივესი ორცხობილები, როგორც მე მას შევარქვი, ზარმაცი დიასახლისებისთვის, როდესაც ჩვენ გვეზარებათ კვირეულობის დაწყობა, არც დრო გვაქვს, არც სურვილი და უბრალოდ აღლილები ვართ. სახელდახელოდ დამზადებული კვირეულობა ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. აირია კარგად კარაქი და შაქარი ერთმანეთში. ასევე ჩანგლის საშუალებით ავთქვებ 2 კვერცხს ოთახის ტემპერატურისას. და დავამატებ ვანილინს, ვანილის შაქარს და თუ გაქვთ ვანილის ექსტრაქტი კიდევ უკეთესი და კარგად გადაურევ ამ მასას ერთმანეთში. თან მოვურიოთ გერკულეს და ნიგოს, რო არ დაგვეწვას. ჩვენივრად აითქვიფა, დავამატებ რა თქმა უნდა თავს. საჭირო ინგრედიენტებს ყველაფერს დაბლა ინფობოქსში დაგიწერთ და თუ სურვილი გექნათ, დაამზადეთ. იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ჩემსავით დრო არ გექნებათ რაღაც განსაკუთრებულის გამოსაცხობად. როგორც მაღლა აღვნიშნე, ახალი წლების შემდეგ კატეგორიულად გადაწყვეტილი მქონდა, რომ არანაირ ტკბილობას არ დავამზადებდი, მიგან ალბათ ჩემსავით ნებისმიერმა თქვენგანმაც 2-3 კილოგრამი დააგროვა ამ დღესასწაულებზე და სისტემატურად დავიწყე ბოლო 1 კვირა მე სმუზების დამზადებას სახლში ორგანიზმის დეტოქსისთვის. ამა დავუმზადებ მე ახლა ორცხობილებს და ჩემთვის პარალელურად გავიკეთებ ხილისა და ბოსტნეულისგან. შემდგა
უგემრიელეს სმუზის. აი თქვიფა კარგად ჩვენი მასა. ეხლა კი დავამატებ გერკულეს და ნიგოს. აი ესეთნაირად. ბოლოს რომ მასა კარგად შეიკრას და ცხობის დროს არ დაიშალოს, დავამატებ 3 ყოფს პურის ფქვილს. მასის გასაყრილებლად. 3 ყოფზე პურის ფქვილი და 1/2 ჩაის ყოფზე გამაფხვიერებელი. გადაურევ კარგად ერთმანეთში და 1/2 საათის განმავლობაში მიახლოებით მოვათავსებ მაცივარში, რომ სომი კარგად შეიკრეს, რადგან პირდაპირ თუ გამოაცხეთ ეს კექსები, ეს ორცხობილები შეიძლება წყლად წავიდეს და გალღვეს ღუმელში, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში მაცივარში მოვათავსეთ და მოასვენეთ. მე ახლა შევდგა მასას მაცივარში, ჩემთვის კი დავამზადებ გამოჩანსახებელ სმუზის ნიახურისგან და ხილისგან. მავიწყდებოდა ფინიკების დამატება. ფინიკებსაც ესეთაირად ცოტა მსხვილად დავჯრი და ჩავამატებ ცომში. ეს ფინიკებიც თავისებურ სითბოს აძლევს, ასე რომ შემეძლოს შაქარი კიდევ უფრო ნაკლები გამომეყენებია. ეხლა კი წავიდა ცომი მაცივარში. ესე იგი, ჩვენი დეტოქსისთვის, ვიტამინებით სავსე სმუზისთვის დაგჭირდება ნიახური. ნიახური როგორი სასარგებლო და მდიდარია ვიტამინებით, ეს არავისთვის არ არის ახალი. დავამატებ 1/2 წითელ წიწაკას, ბულგარულს უფრო სწორად. ვაშს. და ფორტოხალს. ფორტოხლის კანს არ უყრით, ვაგროვებთ. საწმენდის საშუალების ასამზადებლად. და ვამატებ ნუშის რძეს. წესი და რიგით ეს სმუზი ისმევა დილით, რადგან აქვს მას კუჭნაწლავის გასუფთავების ეფექტი. ღამე მას არავინ არ სვამს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ღამე მოსულია, რადგან დღის განმავლობაში მე არ მცალია, დრო არ მაქვს, ამიტომ ეხლა უნდა დავლიო და იმედია ღამე დამაძინებს. ეხლა კი ოდნავ თავს დავამატებ, რომ ნიახურის სიმწარე გავანეიტრალოთ. ბოლო 1 კვირა ყოველ დღე ვამზადებ ძალიან სასარგებლო და უგემრიელეს სმუზებს ორგანიზმის გასაწმენდად. თუ გაქვთ ინტერესი და გაინტერესებთ ჩემი უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტები, დამიწერეთ კომენტარებში და შემოგთავაზებთ. ეხლა კი მივირთვათ გემრიელად. ოდნავ ნიახურის სიმწარე დაკრავს, მაგრამ საერთო ჯამში დაილევა. მოკლედ, რას არ გავაკეთებთ? ჯანმრთელობისთვის, სილამაზისთვის და კუჭნაწლავის წყობში მოყვანისთვის. როგორც გითხარით, თუ გაინტერესებთ სხვადასხვა დეტოქსის საშუალებები, თუ რა სმუზებს და კოქტეილებს ვამზადებ მე ორგანიზმის გასაწმენდად, უკვე ბოლო 1 კვირაა და მინდა გითხრათ, რომ უკვე შედეგს ვატყობ, დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად შემოგთავაზებთ. რამდენიმე წუთში გამოვიდან ჩემ ცომს მაცივრიდან და დავუცხოთ ბავშვებს და ჩვენს მეუღლეებს უგემრიელესი
ორცხობილები და მე კი მხოლოდ შემდეგ მივხედავ ჩემს თავს. ღამის 12 საათზე იწყება ჩემი საღამოს რიტუალი. ნახევარი საათი გავიდა, გამოვიღეთ ჩვენი ცომი მაცვლიდან, დავისველოთ ხელები და პატარა გუნდები გავაკეთოთ ცომისგან და დავდოთ ტაფაზე. გავახუროთ ღუმელი და გამოვაცხოთ ჩვენი ორცხობილები 180 გრადუსზე მიახლოებით. ესაც ნახავთ, რომ მიიღო ოქროსფერი შეფერილობა, უკვე შეგიძლიათ გამორთოთ. აუცილებლად დააშორეთ ერთმანეთს, რადგან იმატებს ცხობის დროს. დავასვევოთ კოზი და ოდნავ გავაგრძელოთ. ვიცით ლამაზი ფორმა. ეხლა კი შევდგამ ღუმელში და 20 წუთში დაგიბრუნდებით. ჩვენი ორცხობილები გამოცხვა ძალიან უხდება რძეს და განსაკუთრებით კი რა თქმა უნდა ჩაისთან და ყავასთან არის უგემრიელესი. აი ესეთი ოქროსფრად დაბრაწული ძალიან გემრიელია. განსაკუთრებით თხილი უხდება, ქიშმისიც უხდება და ფინიკებიც რა თქმა უნდა გემრიელად მირთვით. ეხლა კი მე შევდგები ჩემი საღამოს სახის რიტუალს. გავისუფთავებ სახეს, გავეკეთებ ნიღაბს და აუცილებლად გავეკეთებ შემდეგ მასაჟს. ეს კი არის ჩემი ახალი მასაჟორი, სახის მასაჟორი, ჩემი ახალი სიყვარული, რის შესახებაც მე ვიდეოს ამ დღეებში აუცილებლად დავდებ და განახებთ თუ როგორ გაკეთებ მე ამ არაჩვეულებრივი ნატურალური ქვებისგან დამზადებული მასაჟორით მასაჟ სახეზე. ამ ქვას ქვია ნეფრიტი. თუ არ ვწდები ნეფრიტის ქვას, ქართულადაც ნეფრიტი ქვია. თუ ვწდები, აუცილებლად დამიწერეთ და შემისწორეთ დაბლა კომენტარებში. მოკლედ, ამ არაჩვეულებრივი ნატურალური ქვისგან დამზადებული მასაჟორის რევიუსაც გავაკეთებ მალე თქვენთან ერთად ვიდეოში და ეხლა კი წავედი შევდგე ჩემი სახის კანის საღამოს რიტუალს. გემრიელად მირთვით, ღამე მშვიდობის. უგემრიელესი ორცხობილებია, დავუმზადეთ ოჯახის წევრებს აუცილებლად. გემშვიდობები ძალიან მოხარხართ ყველანი მომავალ შეხვედრამდე.